გამარჯობათ მეგობრებო. ეს მგელი თუ ძაღლი არ ვიცი რა არის, მოქსოვილი გვაქვს 2-3 წლის წინ, არ ვიცი, დევს ვიდეოები, ეს ჩანს იქ რო დევს და ამას ვგსოვთ, ვისაც აინტერესებდა ერთი სიტყვით. ახლა რისთვის დამჭირდა. ძალიან ბევრს უნდა რომ ჩავწერო ვიდეოები, როგორ დაიწყო მგსოვა ნოლიდან და საერთოდ არაფერი არ ვიცით და როგორ დავიწყოთ გსოვა თავიდან და ვისწავლოთ შემდეგ და შემდეგ. არის რამდენიმე ვიდეო, მაგრამ ვფიქრობ ვერ დაეხმარება. აი ისე არა, ჩავწერე რაღაცები წლების წინ. ახლა მინდა რომ ის ვიდეოები განსხვავდებოდეს, რომ ვისაც არ აინტერესებს ეს დასაწყისი, არ გახსნის, როცა ნახავს, რომ რაღაცა განსხვავებული ის მინდა რა, რომ დავდორო. ამ YouTube-ს ყველაფერი ერთმანეთში აქვს არეული და დარეული. ერთი სიტყვით, აი თეთრზე, აი ასეთი ვიდეო, სადაც გვაქვს ჩაწერილი ის არის, რომ ვისწავლოთ ასეთი გსოვა, ორი სახით, ორმაგი, შიგიდან გარედან ერთი სიტყვით. ახლა ამ გელს თუ ძაღლს მე ასე შემოვატრიალებ, აქაც ეგეთია თავისთავად, ასე იქსოვება ეს საერთოდ, აი ნახეთ. თუ შენ არ გადააბამ და ძაბს არ გაიტან და არ გამოიტან, აი ასე ორი სახით, ორმაგად იქსოვება რა, ერთი სიტყვით არის ამის ვიდეო ჩაწერილი. მე ახლა ეს არ გვჭირდება, ჩვენ მე რისთვის მოვიყვანე ეს. აი ასე გამოვატრიალებ. ასე და აქ დავდებ აი ამ ძაღლს მეორე მხრიდან. შავ ფონზე თეთრი ძაღლი თუ მგელი, არ ვიცი რა არის, ერთი სიტყვით. და ვისაც არ გაინტერესებთ, როგორ ვიწყებთ გსოვას თავიდან და როგორ სწავლობთ და როგორ სწავლობთ შემდეგ და შემდეგ, აი ეს ამ ფოტოს სადაც ნახავთ ვიდეოზე, ნუ გახსნით, ვისაც არ გაინტერესებთ. მე მგონი ავხსენი რისი თქმა მინდოდა, ხო? ერთი სიტყვით. ახლა მე ვიწყებ როგორ ვისწავლოთ გსოვათ სულ თავიდან, როგორ დავიწყოთ, რითი დავიწყოთ მეგობრებო. ვისაც აინტერესებს ერთი სიტყვით მივედი ზუსტად იმ თემამდე, რისი თქმაც მინდოდა. რამდენად შესაძლებელია ვიდეოებით და ასე ვნახოთ, მოვსინჯოთ ყველამ და როგორ და რანაირად. თუ რამე შედეგი დაიდება, კარგი იქნება, გამიხარდება. აუცილებლად გვჭირდება წინდის საქსოვი ჩხირები, აი ეს 5 ჩხირი, ასე ქვია, წინდის საქსოვი ჩხირები, უნდა იყოს 3.5, ამაზე ქვევით არა, 3.5 ან 4, რომელიც გექნებათ, არ არის აუცილებელი ყველა ნომერი მოაგროვო. ერთ-ერთი რომელიმე წინდის საქსოვი, აი ეს 5 ჩხირი უნდა გქონდეს, 3.5, 4, 3, რა ვიცი რა, ერთი სიტყვით. კარგია, ამაზე წვრილები არ გინდა, იმიტომ რომ ხელს ტკენს, როცა თავიდან იწყებს სწავლას და გსოვას, ეს რაც უნდა გქონდეს. შემდეგ უნდა გქონდეს აუცილებლად აი ასეთი ძუათი ჩხირები, 2 ჩხირი ძუით გადაბმული, უნდა იყოს 4 ან 4.5 ან 5. ან. ნუ რომელიც გექნება ერთი სიტყვით. ახლა ეს არის, მე მგონი 4.5, აი ეს. არა აქვს მნიშვნელობა ეხლა ასეთი იყოს, ისეთი იყოს, არაფერი არ იყოს, რაც გაქვს. თუ არ გაქვს, რისი საშუალებაც გაქვს, როგორც შეგიძლია, რომელიც გინდა რომ იყიდო და შეგიძლია იყიდო, უნდა იყოს 4, 4.5 ან 5. ყველაზე კარგია თუ გექნება 2 ნომერი, 4 და 5. აი ეს არის 5. ასეთი სისქის, ეს არის 5. ეს არის 4.5. ყველაზე კარგი მოხერხებული დამწყები ისთვის, რომ ხელები არ გეტკინოს, ადვილად მიაჩვიო ხელი, ადვილად იმუშაო. ეს 5-ია და
კიდევ იყო აქ სადღაც აი ეს ახლა ნახე ეს 5.5-ია უკვე ეს კარგია თუ ცოტა ის არ იქნება შენთვის რთული იქნება 5.5 ახლა რთულები გადაიყვანო ცოტა შენთვის რთული იქნება ამიტომ ჯობია 4.5 ან 5 არის კიდევ აი ყველა ნომერია მაგრამ მე ვამბობ შენთვის რომელიცაა კარგი ეს არის 4.5 ესაც ну მოკლედ ერთი სიტყვით ახსენი არა აქ მე იმას არ უკეთებ რეკლამას რაღაცა ჭხირებს ასეთი იყოს ისეთი იყოს არა სულ ასეთი იყოს თუნდა მთავარია რომ ნომერი იყოს 4.5 5 4 გონი ვთქვი რაც უნდა გქონდეს ეს რაც შეეხება ჭხირებს რა უნდა გქონდეს ხო შემდეგ რითი უნდა გსოვო რითი უნდა გსოვო აუცილებლად უნდა მოგსოვო ძაფებით დამწყებმა ვიწყებთ ანაბანადან წაღმართლები უკუღმართლები ავიღოთ თვლები დაწყება შემდეგ მატება კლება არა მოგვივიდეს ძალიან დიდი თვლები არ გამოგვივიდეს ძალიან ჭიდრო ნაკსოვი აი სულ თავიდან ნაბიჯ ვიწყებთ უნდა გქონდეს ღია ფერის ძაფები აი ასეთი რაც გექნება რომელიც გექნება აი ასეთები რომელი ღია ფერი რომ კარგად ჩანდეს კარგად აღიქვამდე ამ თვლებს რომელიც გიჭირს და ამოყვანა ამ თვლის და წვალობ მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ გქონდეს ასეთი მუქი ფერები ლურჯი შავი ყავისფერი მუქი და რაღაცები უნდა გქონდეს ღია ფერის ძაფები და უნდა გქონდეს რომელი ძაფი რომელიც იქსოვება 4.5 5 ნომერი ჭხირებით არა წვრილი ძაფი არა აი ახლა დაიცა ეტყვი ახლა აი ეს ძაფი არის რომელიც იქსოვება 3.5 ნომერი ჭხირებით ეს არ გინდა ასეთი ძაფი ყველა ძაფს აწერია რა ნომერი ჭხირებით იქსოვება უნდა გქონდეს 4.5 5 რომელიმე ორი შესაბამისი ნომერი მაინც ეწერება აუცილებლად სქელი ძაფი უკეთესია შენთვის რომ თვლების ამოყვანა შეძლო აი ეს იქსოვება 5 ნომერი ჭხირებით ყველაზე კარგი იქნება დიდი უფრო სქელი ძაფია თვლები გარკვევით და კარგად შეგიძლია ადვილად ამოყვანა და მიაჩვევ ხელს და დაიწყებ ქსოვას ერთი სიტყვით მე მგონი ვთქვი რა უნდა მეთქვა და მოდი ახლა დავიწყოთ ქსოვა მე დავიწყებ ახლა შედარებით სქელი ჭხირებით აი ასეთი თან უფრო გამოკვეთილად რომ კარგად ჩანდეს და კარგად ნახო და კიდევ ვიმეორებ რა ვიცი აბა ვიდეოთი რა როგორ შეიძლება ალბათ ყველაფერი შეიძლება ერთი სიტყვით ვთქვი რისი თქმაც მინდოდა რაც უნდა გქონდეს რაც გექნება სასწაული არაფერი გჭირდება და მოდი დავიწყოთ პირველი ახლა თვლები როგორ ავიღოთ პირველ რიგში აი ახლა მე გავაკეთებ აქ პატარა აი ასეთ მარყუშს ნახე რომ შემდეგ არ გაგექცეს ძაფი არ გაიქცეს თვალი არ იქ ჭხირი სადღაც მიდის და ნუ მოკლედ ყველაფერი ნერვებს უშლის დამწყებს ხელებს უღლის და ასე შემდეგ და აი გავაკეთე პატარა ყოლფი ნახე აი ასეთნაირად გამოვნასკვე აი ასე აჰა თვალია ახლა არაფერი არ უნდა ამას ასწავლო ახლა ნახე კარგად ჩანს მე მგონი ახლა ამ ფერის ჭხირზე თვალი ცხო თეთრი ძაფი ახლა ნახე აი
უბრალოდ ამ თითზე ასე გიჭერია ახლა ნებისმიერად როგორც გინდა როგორც შეგიძლია დაიკავე აი როგორ ვიჭერ ახლა მე ამ თითებით ის ძაფი მიჭერია რომ ბევრი არ წამოვიდეს ამ თითს აი ასე შემოვახვევ აგე გამოვიდა თვალი ხო უკვე ორი თვალი მაქვს გამოვიდა თვალი ნახე აქ მიკავია რომ ბევრი არ წამოვიდეს ძაფი ამ თითს აქედან ასე შემოვახვევ მოვიყვან თვალს არ არის ხო რთული აი ასეთნაირად მოიხვევ ამ თითზე შეგიძლია ასეც მაგრამ აი ასე ახლა ნახავ როგორი ლამაზი დაწყება გექნება აი აქედან ახლა ნახე რას ვაკეთებ მე აქ რო არ დაგეშალოს შენ და არ გაწვალდე ერთ თვალს ამოვიყვან ჩვეულებრივად აი ასე მიკავია ჭხირები ნახე ეს თითი აქ არის ახლა ეს ძაფი ნახე ძაფს იხვევენ 1000-ნაირად ასეთნაირად ისეთნაირად ბევრს იხვევენ მიაჩვიე ხელი რომ აი ასე ბევრი არ დაიხვიო აქ და არ იწვალო შემდეგ ახლა ნახე ეს ძაფი ხო ასე უნდა იყოს აუცილებლად ამ თითზე ასე უნდა იყოს ხო სხვანაირად ხო უნდა მიაშველო თვალს რომ მოგსოვო ასე უნდა იყოს ნახე ახლა აქ აი ასე ჩამოატარე და აი აქ დაიკავებს ეს თითები თავიდანვე მიაჩვიე ხელი რაც შეიძლება ადვილად ყოფტა და კარგად დაიკავო ეს ძაფი მოსაქსოვად აი ორჯერ გადავიხვიე ახლა მე რადგან ეს თითები იკავებს ამ ძაფს და არ გამოუშვებს შენინება წამოვიდეს თუ არ წამოვიდეს ნახე და ვიწყებ ქსოვას პირველ თვალს გამოვიყვან ახლა იმიტომ რომ დავამაგრო აქ და მერე შენ არ იწვალო აი რასაც ვაკეთებ მომყევი ზუსტად ასე გააკეთე და მოგსოვე ხო გადავიყვანე ერთი თვალი ახლა ნახე აქ კი არა მაქვს სადღაც ხელი მე და ასე არ ვგსოვ ახლა უყურე ყოველთვის დააკვირდი თითები სად არის და რას აკეთებს ამ თითებით ახლა ვიჭერ მე ამ თვალს რომელიც მოვგსოვე აქეთ ეს სამი თითი ნახე ჭხირი მიკავია და ძალიან სუბუქად არ ვარ ასე დაძაბული და არ მიკანკალებს ხელები და ჭხირები ასე არ ერთმანეთს არ ეჯახება არ ვწვალობ ნახე არა აქვს მნიშვნელობა რომ შენ არ იცი ქსოვა და მე ვიცი როგორც კომფორტულად დაიკავებ და მოხერხებულად კარგად მოგსოვ ამ ორი თითით აუცილებლად ეს თვალი დაიკავე რომელიც მოგსოვე უკვე ამ სამი თითით ნახე აი ასე ჭხირი დაიკავე ახლა აქეთ შეხედე აი აქედან მიკავია ეს ჭხირი ამ თითით აუცილებლად აისადდეს ამ თვლებს ვაკონტროლებ რომ არც აქეთ გადამიცურდეს ეს თვლები თან როცა უნდა მოვგსოვო ეს ჭხირი სადღაც არ გამექცეს ამ თითით ძაფი მიკავია თუ ბევრი წამოგივიდა და შეგაწუხა აქედან მოწიე და გამოვა უკან ისევ და აქ ექნება რამდენიც გჭირდება ამ თითით ჭხირიც მიკავია ეს თვლებიც მიკავია და აი როგორ არის ეცადე ასე შეაჩვიო თავიდან ხელი და არ გაწვალდები მოგსოვის დროს ახლა ნახე
ეს თითიც მიაშველე ძაფი სადაც გაქვს და გამოაძურინე ახლა ეს ძაფი აქეთ. ხო გადაიტანე. აქედან გადააცურე და გადაიტანე. მაშინვე მოკიდე 2 თითი ეს აქ. თვალი არ დატოვო ასე დიდი, აი ასეთი თვალი არ დატოვო. არც ძალიან მოჭიმო, რომ მე რომ მოხვალ მეორედ მოგსოვა დაგჭირება, ვეღარ ამოიყვანო ეს თვალი. თავისუფლად, ჩვეულებრივად, აი ასეთნაირად დატოვე და მაშინვე მოკიდე ეს 2 თითი, რომ არც გაგიცურდეს და არც ამ თითმა გაქაჩოს და ძალიან მჭიდრო თვალი არ დარჩეს შემდეგ. ასე დაიჭერ და ეს თვალი დარჩება იმ ხელა, რამ ხელაც გინდოდა შენ რო ყოფილიყო აქ. შემდეგ, ნახე, ეს თითი აქ არის. აქედან გავდივარ. ამის იქით ვერ წავა ახლა, ასე რო არ ვიწვალო მე, ნახე, ეს თითი აკონტროლებს, ჩხირის სად წავიდეს და თვლები არ გადაცურდეს. ეს თითი უკანაა, ცოტა უკან, ნახე. ერთი თვალი გაუშვა და ახლა ცოტა უკანაა, ხო? ასე მიჭერია. გამოვიყვანე შემდეგი თვალი, გადააცურე ეს ასე. ეს კარგად მოჭიმე, ასეთი დაწყებით მე რაც გავაკეთე, აქ ძაფი გროვდება, მაგრამ არ აუშავს. ეს ხო გადმოვიტანე, მოვჭიმე იმდენად, რომ ჩხირი შეივსოს, არც დიდი იყოს თვალი და არც ძალიან არ მოიჭიმოს აქ. და მოვკიდე ხელი. შემდეგ. ნახე, შემდეგი თვალი. ეს თითი აკონტროლებს აქ თვალს. ეს ვერსად ვერ წავა ეს თვალი, იმიტომ რომ ამ თითს უკავია. აქ ეს თვლები ვერსად ვერ წავა, იმიტომ რომ ამ თითს უკავია. ხო გამოიყვანე. გადააცურე, ეს კარგად მოჭიმე, ეს თვალი იმ ხელა დატოვე, რამ ხელაც გინდა შენ რო იყოს და მოკიდე ეს 2 თითი. შემდეგ. ახლა შეგიძლია აქ ბევრი ძაფი გაქვს და ეს ცოტა გაწიო, რომ ადვილად ამოიყვანო შემდეგი თვალი. გადააცურე, ეს კარგად მოჭიმე, აქ იმ ხელა დატოვე თვალი, რამ ხელაც გინდა შენ რო იყოს და მოკიდე ხელი. როცა დაიკავებ ასე 2 თითით ამ თვალს, ამ ძაფით ვეღარ მოჭიმავ შენ, იმ ხელა დარჩება, რამ ხელაც გინდოდა. ეს ძაფი გროვდება, როცა ასე დაწყება არის 1000-ნაირი, ბევრნაირი. ასეთი დაწყებით, როცა გსოვთ, აქ ბევრი ძაფი გროვდება, მაგრამ ეს გავა ბოლომდე. ნახე? აი როგორ მიკავია, ყველა თვალი მიკავია ამ წერა თითით გარდა, რომელიც უნდა მოვგსოვო ახლა. ამ თითით კი მიკავია ეს თვალიც. ნახე? სხვაკან ვერსად ვერ წავა, იმიტომ რომ ეს თითი აკონტროლებს, ნახე? მოზდე ეს ძაფი, გამოიყვანე, გადააცურე, ეს ძაფი მოჭიმე, აქ ეს თვალი იმ ხელა დატოვე შენ რამ ხელაც გინდა და შემდეგ გააგრძელე, ნახე? შემდეგი თვალი გამოუშვა აქედან და ეს თითი ყველას აკონტროლებს. აი ასე. გამოიყვანე, გადააცურე, ეს ძაფი კარგად მოჭიმე. ეს ძაფი აქ გროვდება და ბოლოში გავა შემდეგ. მაგრამ აქ არ დატოვო, აი აქ კარგად მოჭიმე, ნახე, აი ასე უნდა აკინძო აქ, აი. ეს იმდენად უნდა გამოიტანო, ეს ძაფი სულ აქეთ უნდა გამოიტანო, რომ აქ აი ასეთი უნდა გამოგივიდეს, აი, ჩაგვირისტებული. რა ლამაზი სიტყვაა ჩაგვირისტებული და დაგვავიწყდა ქართველებს ქართული. აი ნახე, როგორ ავაწყე, ავასხე ახლა ეს თვლები ჩხირზე. ეს გამოვნასკვეთ ჩვენ, ხო, ის არის ყურფიანი თვალი და არ გვინდა გაუშვიეს. ნახე, ეს ძაფი სულ გამოვიდა ბოლოში. ეს აქეთ.
გამოსუფთავ და აღარ გჭირდება. ნახე ახლა შემოვტრიალდეთ. ახლა აქეთ მხარეს ხო ასე ვგსოვთ, ხო აქ დამთავრდა თვლები აღარა გვაქვს. ეს აქეთ-იქეთ ასე არ წაგივიდეს, აქ სულ ერთ ხაზზე დაალაგე. ეს ძაფი აქ აკონტროლეთ. ახლა თუ უსაშველოა კიდე მოიხვიე და ახლა ნახე. ამ ძაფს თავიდან პირველი თვალი უნდა ამოვიყვანო, ამ ძაფს აქეთ შემოვატრიალებ, ამ თვალს ასე ამოვიყვან და არ მოვგსოვ, გადავიყვან მეორე ჭხირზე. ნახე, ამ ძაფს გავუშვებ, ახლა იქით გავიტან. და ვიწყებ ქსოვას. ამ თვალს ვიჭერ ასე თითებით, როგორც უნდა. ეს თითი ისევ ამ პირველ თვალთან არის და აქ აკონტროლებს, ამ თითით ესენი მიკავია და აი როგორ მიკავია. აი ასე. ძალიან რბილად, ჩვეულებრივად, უბრალოდ და აი ასე. ახლა ნახე. უნდა გამოვიყვანო წაღმა თვალი. ახლა ეს ჭხირი სხვაკან ვერსად ვერ წავა, იმიტომ რომ ეს თითი აქ აკონტროლებს. არც თვალი გადამივარდება, იმიტომ რომ ამ თითით მიკავია. ნახე? გავალ, გამოვიყვან, გადავაცურებ ამას. ახლა ამ თვალს იმ ხელას დავტოვებ, რომ არც ასეთი დიდი იყოს, ფართო და უშველებელი, არც ძალიან მოიჭიმოს, აი ასე, ნახე? რბილად, ლამაზად. მოვკიდებ ხელს. ამის შემდეგ შენ ამას როგორც გინდა მოგქაჩო, ვერაფერს ვერ უზამ, იმიტომ რომ აქ თითებს უკავია. შემდეგი, ნახე? გავდივარ, მოვდებ ამ ძაფს, გამოვიტან თვალს, გადავაცურებ. და აუცილებლად დავიჭერ. ასე რო ქსოვო, ეს თვლებიც გაგექცევა, ეს თვლებიც გაგექცევა, ძაფიც სადღაც მიდის, ხელებიც სადღაც მიდის და დაღლილი და განერვიულებული ხარ ბოლოს. ნახე, არ დაიძაბო, კიდევ ამბობ, ძალიან უბრალოდ ჩვეულებრივად დაიკავე. ეს თითი ყოველთვის აქ არის. იმიტომ რომ ყოველ პირ შემდეგ მოსაქსოვ თვალს აკონტროლებს. და ჭხირსაც ეს სად წავა ეს ჭხირი, ასე. აქ ეს თვალი გიჭერია, რომ მოიქსოვა და გადავიდა, გადმოდიხარ აქეთ. ეს მოიქსოვა და გადავიდა, გადმოდიხარ შემდეგ თვალს. აქ ნახე, ამან ეს ამ თითმა ეს თვალი გამოუშვა, ამ თითმა აკონტროლა და მოქსოვა. ასე ქსოვს ყველა. როგორც გინდა ჩქარა მოვქსოვო, ასე ვაკონტროლებ და ასე ვქსოვ. რამე სხვას კი არ ვაკეთებ. აი ამას მიაჩვიე ხელები. ხედავ როგორ შეთანხმებულად მუშაობენ ახლა ეს თითები, ხო? ამან ეს მიიღო, დაიკავა. ეხლა უყურე, ამან ეს შემდეგი გამოუშვა, რომ მოქსოვოს. ეს თითი აკონტროლებს სად წავა ჭხირი და ეს თვალი არ გადავარდეს. გააცურე, გადაიყვანე, ამან მიიღო ეხლა ეს, ხო? აგერ. ამან შემდეგი გამოუშვა. ეს აქ არის. აი ასე მუშაობს თითები. ასე როცა აკონტროლებ თვლებს და ქსოვ, შენ თვითონ იცი რამხელა თვლები დააყენო და მოქსოვო აქ. დიდი თვლები გინდა, ფართე, ვიწრო თვლები, პატარა თვლები გინდა, უფრო მჭიდრო, მიაჩვიე ხელი საშუალოდ ქსოვდე. თუ დიდი თვლებს ამოიყვან, შემდეგ ნაქსოვზე ასეთნაირად ჩანს და ცუდად ჩანს ის. თუ ძალიან მჭიდროდ მოქსოვ, ეს ნაქსოვი არ იქნება ელასტიური. ქსოვის ნაქსოვის ფორმა, წესი, სტილი, ხო ეს არის, რომ არის ელასტიური და ასეთია, ხო? და თუ შენ მაგრა მოქსოვ, ძალიან ეს ფიცარივით, ხესავით გამოვა, ცივი, უხეში და ფორმას კარგავს.
თუ ძალიან მჭიდროდ მოგსოვე, ამიტომ გაასაშუალე, მიაჩვიე ხელი საშუალოდ აი ნახე ეხლა ეს ჭხირი თუ ძალიან მჭიდრო თვლებს ამოიყვანაზე ვერ გაწევ, ნახე უჭირს. ამიტომ დააყენე საშუალოდ. აი ასე ნორმალურად უნდა მოძრაობდეს თვლებში, ხო და ქსოვის დროსაც რბილად უნდა ამოყავდეს თვლები. არც დიდი თვლები არ დატოვო, კიდევ ამბობ. დაგვრჩა ბოლო თვალი აქ. უპატრონოდ. გადავიყვანე და გავედი ბოლოში. ახლა ნახე. უნდა შემოვტრიალდე მე და ეს ძაფი სად წავიღო. ახლა შეგიძლია ასე დატოვო და დაიწყო ქსოვა, შეგიძლია ასე, მაგრამ ნახე, როგორ უნდა გააკეთო და როგორ არ შეიძლება. ეს ძაფი აქეთ რო წაიღო, ასეთი მოხვევა არ უნდა გააკეთო. როცა ქსოვ, წაღმა უყურე სად არის ძაფი. ეს ხოა თვალი. ამ თვალს ხო აქვს ორი გვერდი, ეს და ეს, ორი გვერდი აქვს, ხო, აი, ნახე. ძაფი საით არის, რომელ გვერდზეა, ხო აქეთ არის, აქეთ წამოიღე. ეს ძაფი თუ აქეთ გვერდზე გექნება, პირველ თვალს გეუბნები, რო იწყებ ქსოვას. თუ აქეთ გექნება, იქით გადაიტანე. აი, ასე არ გადაახვიო, ასეთი რაღაცები გვერდებში არ უნდა გააკეთო. ნახე ახლა, მე ვხედავ, რომ ეს ძაფი აქეთ გვერდზეა და როცა შემოვბრუნდები და ვიწყებ თავიდან ქსოვას, ნახე, აქ ამან არ შეგაშინოს, ეხლა რა ვქნა, სად წავიდე, ჩამოწიე, აი გაასწორე კარგად თვალი და აქეთ დატოვე, ხო გითხარი, ამ გვერდზე მოდის ეს ძაფი. აი ასე და გადაიყვანე. პირველ თვალს არ ვქსოვთ. ამ შემთხვევაში თორე არის ისეთი რაღაცები, რომ ვქსოვთ. ახლა სად უნდა წაიღო ეს? ნახე, გადააცილე ამ ჭხირებს და გარეთ იქით გაიტანე, რომ მოგსოვო. ახლა ერთი თვალი გვაქვს უკვე აქ და მოკიდე ამას ხელი, ასე, კარგად. ახლა აქედან უკვე ბევრი თვლები მაქვს მოსაქსოვი. აი აქ ჩავკიდებ ამ თითს, ესენი აი ასე მიიკავია. ეს თითი ისევ აქ არის და აკონტროლებს პირველ თვალს. ნახე, გახვალ აქედან, მოზდე აქედან, გინდ თითით, გინდ ჭხირით, აი ასე დაეხმარე, გამოიტანე, ხო თვალი, გადააცურე ეს, ამ თითმა მიიღო ახლა ეს თვალი და აქე დაიკავა. შემდეგი. ახლა აქედან შემდეგი თვალი. ეს ძაფი თანდათან გამოუშვი. რამდენიც გჭირდება, რამდენად კომფორტულად მოგსო. ძალიან ბევრი არა, შორს არ წახვი და იმიტომ რომ მერე ვეღარ აკონტროლებ ამ ძაფის სიგრძეს და ყურადღება სხვაკან მიდის და იბნევი. მე არ მახსოვს როგორ ვისწავლე ქსოვა. ძალიან პატარა ვიყავი, ვიცი რომ ქსოვდი. დედაჩემი, ყველაფერი თუ რამე ვიცი, დედაჩემის ნასწავლი მაქვს და იმისგან ვიცი. არ ვიცოდი დაწყება, ის მახსოვს. თვლებს აიღებდა ჭხირზე და მე მივდიოდი და მოვდიოდი 10-12 თვალი ვქსოვდი სულ წაღმა, გავიდოდი წაღმა, აი ახლა როგორც ვქსოვთ ახლა. ედაშე, სულ წაღმა. მერე უკუღმა თვლების ამოყვანა რო ვისწავლე, აჰა, ნახე, მოდამთავრდა ეხლა, აქ უნდა შემოვბრუნდე, ნახე, შემოვატრიალებ, ახლა ცარიელ ჭხირს აქეთ გადმოვიტან, ეს აქ არის, მე ხო გითხარი, ძაფი თვალის რომელ ჩამოწიე და გამოჩნდება აქ კარგად, აი, ძაფი არის აქეთ მხარეს, ხო, ამ გვერდზე და აქეთ შემოვატრიალებ, ძალიან ადვილი დასამახსოვრებელია, საით მხარესაა ძაფი, იქით შეაბრუნე. აჰა, პირველ თვალს არ ვქსოვ. გადმოვედი და ამ ძაფს ეხლა იქით გადავიტან, რომ მოვქსოვო. და ვიწყებ, ეს თვალი უკვე მაქვს აქ და დავიჭირე, ესენი თავის ადგილას მუშაობს ყველა ჯარისკაცები და აკონტროლებენ, აი ასე, ნახე. მიიღო ამან აქეთ ეს თვალი,
ეს თითი აქ აკონტროლებს, ამ თითმა ეს თვალი გაუშვა. ძალიან ადვილია, მთავარია შენ მიუდგე მოხერხებულად ამ საქმეს. ძალიან ადვილია და ქსოვე სულ წაღმა. იმდენი ხანი ქსოვე წაღმა, სანამ აი ასე არ მოგსოვ, აი შეხედე. და ხო ახლა ნახე, ჩქარა ვქსო, ხო ნახე. ახლა იმ ერთი და იგივეს გაიმეორებ, აღარ ვიტყვი მე არაფერს, შემოტრიალდები და იწყებ ქსოვას, ნახე ეს ძაფი აქ არის, გადაიტანი იქით, ეს დაიკავე და ნახე ახლა. სანამ აი ასე არ მოგსო, ხო თავის ადგილას ათითები, მერე რა რომ ეჩქარა ვქსო. უკავიათ, ხო? ყველა თავის ადგილას. აი სანამ ასე არ მოგსო, მანამდე ქსოვე ეს 10 თვალი წაღმა, სულ წაღმა, შებრუნდი წაღმა, შებრუნდი წაღმა, შებრუნდი წაღმა. სანამ ასე ჩქარა და მოხერხებულად არ მოგსო. მანამდე აიღე 10 თვალი და ქსოვე. აი ეს თითი სულ აქ არის. ესენიც ასე იკავებენ ამ მოსულ თვლებს. ეს ასე უშვებს აქ. ესენიც ასეა. სხვას არაფერს არ ვაკეთებთ, ვინც ქსოვთ. აი ამას მიაჩვიე თავიდან ხელი. სად როგორ დაიკავო, საიდან როგორ მოგსო. ახლა ამას დავწევა აქ, რადგან ნახე აქ არაფერი არ ჩანს ახლა. ჩამოვწევა ამ ძაფს, ამ გვერდზეა და აქეთ ვატრიალებ. ნახე სულ აქეთ არ არის, აი ასე. და სულ აქეთ რატოა იცი? ყველა თვალი წაღმა ამომყავს. ჩვენ ჯერ უნდა ვგსოვოთ წაღმა თვლები. აი ეს ძალიან კომფორტულია ის თითი იცი რო აკონტროლებს ამას. ნახე თუ შენ აქ არ გექნება და აი ასე გიკავია, ნახე ახლა. ეს არ იცი, აქ წავა, აქ რო გავიდეს ეს თვალი გადავარდა და დაგეკარგა. ან სად წავა არ ვიცი, ან როგორ წავა ერთი სიტყვით. ეს აკონტროლებს. ძალაუნებურად აი თვალში გადის და ქსოვ. თან სხვა თვლებს არ უშვებს, რო არ გადაგიცვივდეს ესენი. აქ აუცილებლად ეს ამ თითებით რო იკავებ, არც დიდი თვალი დაგრჩება, არც მჭიდრო. აკონტროლე რამხელა დატოვო და დაიჭირე. ამის მერე ეს ვეღარსად ვერ წავა. აი ნახე ახლა ჩვენ გსოვთ სულ წაღმა. მოვედით წაღმა, შევბრუნდით წაღმა, შევბრუნდით წაღმა და გამოვიდა აი ასეთი ნაკსოვი. ახლა სინამდვილეში ნახე, აი ეს არის წაღმა ნაკსოვი, წაღმა თვლები. ეს არის უკუღმა თვლები, უკუღმა ნაკსოვი. აქვს ამას ორი სხვადასხვა მხარე, ნახე სხვადასხვა სახე, ასე ვთქვათ, მხარე კი არა. აი ეს. მაგრამ ახლა ამასთან შედარებით ნახე ეს როგორი გამოგვივიდა. ეს სულ წაღმა ვგსოვთ, ვტრიალებთ და სულ წაღმა ვგსოვთ და ასეთი ნაკსოვია. აი ეს შემდეგ ვნახოთ როგორ იქსოვება უკუღმა თვლები. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.